სიყვარულის დაცვითი სფერო. მამა აბსოლუტის გზავნილ 2019 წელი 25 სექტემბერი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს ჩვენ განვიხილავთ ადამიანის ფიზიკური სხეულის სინათლისებრ კრისტალურად ტრანსფორმაციის კიდევ ერთ ასპექტს. საუბარი წავა მის შესაძლებლობაზე იარსებოს ერთდროულად ორ განზომილებაში, მესამესა და მეხუთეში. თუ ამაღლების გზაზე დამდგარი ადამიანის ცნობიერება უკვე ადაპტირდა ასეთ ვიბრაციული ცვალებადობასთან და გამოიმუშავა დუალურ სამყაროს ასეთი ნეგატიური ენერგიებისგან დაცვის საშუალება, თქვენს ახალ ჯერ კიდევ გაუმყარებელ სინათლისებრ კრისტალურ სხეულს ჯერ კიდევ მოუწევს ამ დავალების შესრულება. ახლა კი მოგიყვებით თუ პირველ რიგში როგორი ნაბიჯები უნდა გადადგათ. უპირველეს ყოვლისა უნდა გააძლიეროთ თქვენი დაცვა და საკუთარი თავები მოათავსოთ დილით და საღამოთი სფეროში, რომელიც ახსილია სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიით. დღის განმავლობაში კი მოწმეთ ხოლმე შესუსტდა თუ არა დაცვა ან წარმოიქმნა თუ არა მასში ხვრელები. იმისათვის რომ თქვენი დაცვა უფრო საიმედო გახდეს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე მეთოდი, რომელსაც ვიყენებთ პრაქტიკაში ღვთაებრივი ქვეცნობიერება. წარმოიდგინეთ, რომ დაცვითი სფეროს კედლები უფრო მკვრივი და უფრო ნათელია, ვიდრე ეს ენერგია, რომლითაც თქვენი სფერო არის ავსებული. მათი გავლით ვერ შეუძლიათ შეაღწიონ სამყაროს ვერცერთ ნეგატიურ ენერგიას. ხოლო რაც შეეხება სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგიას, მას ადვილად შეუძლია გაიაროს ამ მაღალვიბრაციული ბარიერის გავლით და ავსოს თქვენი სირგულე არსებული ენერგეტიკული სივრცე. მერწმუნეთ ჩემო ძვირფასებო, ამ სფეროს მკვრივი გარსის ასეთი ორმაგი ეფექტი ძალიან მოქმედია როგორც თქვენი დაცვისათვის, ასევე თქვენი გარემომცველი ადამიანების ენერგეტიკული სივრცე და ცნობიერების გასაწმენდად. თუმცა იმისათვის, რომ მის შესაძლებლობები სრულიად გამოვლინდეს, თქვენ უნდა გამოხატოთ მკვერთი განზრახვა, აზრობრივად გააგზავნოთ მითითება მესამე განზომილების ენერგიების განეიტრალების შესახებ, რომლებშიც ჯერ კიდევ ცხოვრობთ. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა ჩემს წინა გზავნილში, თქვენ გახდებით ნეგატიური ენერგიების მაღალვიბრაციული მეხუთე განზომილების ენერგიებად ტრანსფორმაციის კატალიზატორები. ამის და გარდა, როდესაც სამყაროს პირველ შემოქმედის ენერგია გაივლის თქვენს დაცვით სფეროს გარს, რომელიც წარმოადგენს მაღალვიბრაციული ღვთაებრივი სიყვარულის ენერგიის კონცენტრაციას, ის მიიღებს უფრო მეტ ძალას და სიმძლავრეს, რისის წყალობითაც შეძლებს დიდი სივრცეა და მრავალი ადამიანის ცნობიერების მოცვას. ამგვარად თქვენ დაიცავთ თქვენს ახლად დაბადებული სინათლისებრ კრისტალურ სხეულს და ამასთან ერთად დაეხმარებით მრავალ ადამიანს განვითარდნენ სულიერად. საბოლოოდ კი მე მსურს მოგცეთ ერთი რჩევა თქვენი ახალი სხეულის დასაცავად. არასოდეს არ უთხრათ გაუთვითცნობიერებ ადამიანებს იმის შესახებ თუ რა ხდება თქვენს თავს. ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ შეინახეთ ეს საკრალური ღვთაებრივი პროცესი, რომელიც თქვენი არსის გარდასახვას მოისაზრებს. ეჭვმა დაცინვამ ზოგჯერ გარემომცველი ადამიანების მხრიდან შურმად შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს თქვენს ცნობიერებაში და თქვენს სხეულებში მომხდარ ცვლილებებზე. ეს იმის მსგავსია, როდესაც ვიღაცას უზიარებთ თქვენს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ გეგმებს და ოცნებებს. თქვენ ჯერ კიდევ გაუმყარებელ ენერგეტიკულ კონსტრუქციაში უშვებთ უცხო ენერგიებს და ამით რისკავთ, რომ კრახი განიცადოთ. იგივე შეიძლება მოხდეს თქვენს ჯერ კიდევ გაუმყარებელ ნატივ მატერიალურ სხეულში და მეხუთე განზომილების ახალი ცნობიერების შემთხვევაში. საკრალური ენერგეტიკული მუშაობა ყოველთვის ითხოვს დაფარულობას და სიმშვიდეს. გახსოვდეთ ამის შესახებ ჩემო ძვირფასებო. ვლოცავთ და მიყვარხართ განუზომლად. მამა აბსოლუტი საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამნერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.